ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის ქართველთა განმანათლების წმინდა ქალწულის ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 1 ივნის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს მისი გარდაცვალების დღეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე თელავის მარიამ ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ზაქარია გვესაუბრა. ჩვენთან საქართველოში და თვითონ ღვთისმშობლის დალოცვით, ღვთისმშობლის კურთხევით, ჯვრით ხელში შემოვიდა ჩვენთან საქართველოში და იმ დროს იმ ჟამს, როდესაც მირიან მეფე მეფობდა და ნანა დედოფალი და ჩვენს ქვეყანაში კერპი იდგა მცხეთაში და ამ კერპსემდე დაყვანს აი ამ წმინდა ნინოს ლოცვით, შემოსვლით და უბრალოდ ის უნდა ითქვას, რომ მისი სურვილი, მისი შინაგანი რწმენა მოითხოვდა იმას, რომ რა გაიგო, რომ ჩვენს ქვეყანაში უფლის კვართი იმყოფებოდა, სურდა რომ აი ამ უფლის კვართის სავანე ქვეყანა, ერი ხალხი მოელოცა.